ლევან ღამბაშიძე არაჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ძალიან კარგ ტექსტებს, ძალიან კარგ აზრებს გვთავაზობს, ძალიან ხშირად ერთმანეთზე უკეთესებს მეთქი. ვიტყვი ასე, დღეს წერს დაახლოებით 30 წუთის წინ. ჰუმანური რეჟიმია, ხო? უარესი იქნება, მაგალითად ლევან სუცქირიძე თუ იქნება მთავრობაში ან ანა ნაცვლიშვილი. გუშინ აჭარის მეფე იყო, თვალებში შესციცინებდა ყველა, რა ფული კეთდებოდა თქვენ ციცით. დღეს ასეთ დღეში ჩააგდეს დასაუბარია თორდიკე რიჟვაზეზე. დაახლოებით თუ ხვდებით რა ტიპის მაფიოზური რეჟიმია. რა შეიძლება რიჟვაზისათვის ეკნათ ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაეგდოთ. ისიც თქვენ რომ თორდიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ სცადა თვითმკვლელობა და მართლაც თვითმკვლელობის მცდელობა არ არის იოლი გადასაწყვეტი ნებისმიერი თუნდაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პირის მიერ თუ მხრიდან. ესე იგი თორდიკე რიჟვაძე მიიყვანეს თორდიკე რიჟვაზეს ისე უბიძგეს რომ სხვა გამოსავალი გარდა იმისა რომ იარაღი აეღო და ორჯერ გაესროლა გულმკერდის არეში და საბედნიეროდ გადარჩა რიჟვაზე. სხვა გამოსავალი მას უბრალოდ არ დაუტოვა ვინმე ახვლედიანმა ან შესაძლოა ვინმე ახვლედიანთან ერთად თუ ვინმე იყო იმ პირმაც ან პირებმა. მაგრამ მარტო ახვლედიანზე ან ახვლედიანის თანამზრახველებზე იმ კონკრეტულ სახლში ბინაში მყოფებზე არ არის აუბარი, ხო? აქ ლაპარაკია რა დღეში მიიყვანა, რა დღემდე მიიყვანა, რა დღეში ჩააგდო თვითმკვლელობის მცდელობის მსურველი თორდიკე რიჟვაძე ზოგადად ამ მაფიოზურმა სისტემამ, რომლის განუყოფელი ნაწილიც იყო ის ბოლო დრომდე და გავბედავდა ვიტყვი ახლაც წილები, მაფიოზური გარჩევები, ფულის ღაფვები, ტენდერები, გავის მილიონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს დასაწყისია მეთქი ასე თუ ვიტყვი, ბევრ თქვენგანს ალბათ არ გაუკვირდება. ბიზინა ივანიშვილმა კადრები, მათ შორის თორდიკე რიჟვაძეც და არა მხოლოდ ის, შეარჩია მხოლოდ და მხოლოდ ერთგულების მიხედვით სწორს ამბობს ლევანი ღამბაშიძე. უარესი იქნებოდა თუ არა ლევან სუცქირიძე ანა ნაცვლიშვილი რომ ყოფილიყო მთავრობაში ცხადია, არა თუ უარესი იქნებოდა, არამედ იქნებოდა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში ასეთ გარჩევებს ადგილი არ ექნებოდა და კორუფციის მორევში არ იქნებოდნენ ჩართულნი თუ ლევანი და თუ ანა და სხვები. ეს ორი უბრალოდ მაგალითია ლევანის მიერ დასახელებული ორი პიროვნებაა უბრალოდ სამაგალითოდ მაგალითისთვის, თორე ასეთების ჩამოსახელება შეიძლება ათეულობით. ვინც იმსახურებდა და იმსახურებს იყოს ხელისუფლებაში და იყოს ამ ქვეყანაში წარმმართველი ძალის სათავეში. თორდიკე რიჟვაძეს სასაკვირველია ჯანმრთელობა უნდა უსურვოთ. ჯანმრთელობა და გადარჩენა პირველ ყოვლისა და რო გადარჩება მას შემდეგ ისიც უნდა წარსდგეს დამოუკიდებელი ხაზსუსმამ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. რომ გვიამბოს რა მოხდა კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მაგრამ საერთოდ რა წისქვილის ქვა დაატრიალა მან და რა წისქვილის ქვა დაატრიალეს მის თავზე, საერთოდ რა ქვეყანა შემოგთავაზა მათ შორის მანაც თუნდაც მესამე, მეოთხე ეშელონებში მყოფმა კორუმპირებულმა ყოფილმა ჩინოვნიკმა, რომელმაც გადადგომისთანავე თქვა მე ერთგული ჯარისკაცი ვარო ქართული ოცნებისო, იმ ქართული ოცნების, რომელმაც აგე დიახ ქართულმა ოცნებამ, სწორედაც რომ და არა მხოლოდ ერთმა კონკრეტულმა პირმა ვინმე ახვლედიანმა, არა, სწორედაც რომ ქართულმა ოცნებამ და აი ამ სისტემამ მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე. რაც შეეხება ასეთ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბიზინა კადრებს შეარჩევს, არჩევს მხოლოდ და მხოლოდ მათი განათლების, ცოდნის, კვალიფიკაციის და განათლების მიხედვით. ტყუილი ამბავია ბატონებო ეს. დიუსელდორფში ან საფრანგეთში განათლება მიღებული პირველ შემთხვევაში კობახიძე და მეორე შემთხვევაში წულუკიანი შერჩეულნი არიან მხოლოდ ერთგულების ნიშნით, იმიტომ რომ დიუსელდორფის უნივერსიტეტის თუ ენას უნივერსიტეტის და არიან მასზე ამ ორი უნივერსიტეტზე უფრო
მაგარი უნივერსიტეტების მოძიება ნამდვილად შეიძლებოდა, რომლებიც თავის მხრივ დამთავრებული აქვთ ბიზნე ივანიშვილის ოპონენტებს. ათეულობით მოქალაქეს, ათეულობით ახალგაზრდას აქვს დამთავრებული შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალი კლასის უნივერსიტეტები. ათეულობით კურსდამთავრებული ჰყავს ევროპის, მათ შორის ბრიტანეთის, ანუ გავწვდი ახლა კუნძულოვან ევროპას და გადავედი დიდ ბრიტანეთში ძალიან მაღალი დონის თუ მაღალი კლასის სასწავლებლები აქვს დამთავრებული. ამასთანავე გავრცელდა 1 თუ 2 თუ 3 უნივერსიტეტის საერთაშორისო მასშტაბის, აი რანკინგში, რომ პირველ 5-ეულში, პირველ 7-ეულში არიან იმ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა განცხადება რაღაცასთან დაკავშირებით და არც ერთი მათგანი დაახლოებით 70-80 კაცი აწერს ხელს თითოეულ განცხადებას. არც ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ერთხელ არც მიუწვევია შეხვედრაზე დიუსელდორფ დამთავრებული კობახიძისათვის კი ადგილი გამოიძებნა ორი მიზეზის გამო. ერთი არის მისი ერთგულება ბიზინა ივანიშვილისადმი და მეორე, უკაცრავად რუსულისთვის და მე ვთარგმნი, პატომსტვენი, ანუ მემკვიდრეობითი კაგებეშნიკობა. და შემიძლია გითხრათ, გადავწვდე მამამის გია გიორგი კობახიძეს. რასაც მე რასაკვირველია, მით უფრო მურუსიძის სასამართლოში ვერ დავამტკიცებ და ადმინ კანონით შეიძლება გია გიორგიმ თუ მიჩივლა ან ირაკლი გიორგის ძემ, არ ვიცი, დამაკისრონ პირობითად 2387 ლარი. პირობითად ვლაპარაკობ, ცხადია. ვერ დავამტკიცებ, იმიტომ რომ კგბ-ს არქივები, FSB-ს არქივები გახსნილი არ არის და წვდომა მათზე არ მაქვს, უბრალოდ რასაც აკეთებდა ეს ოჯახი თავიდან ბოლომდე, რასაც აკეთებდა გია გიორგი ან აკეთებს ირაკლი გიორგის ძე, ეს ყველაფერი სწორედაც რომ FSB, KGB, მოსკოვი, კრემლის და ჩვენ შემთხვევაში ახლა უკვე პუტინის ინტერესებში შედის და ამიტომაც არის ეს შეფასება, თორე ფაქტზე აკიგითხარით, როგორც ფაქტს, ისე უბრალოდ ვერ ვიტყვი მეთქი, დიახ, შეფასება, ისინი პატომსტვენი, მემკვიდრეობით KGB-შნიკები, FSB-შნიკები არიან, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ისინი FSB-შნიკები არიან და ირაკლი გიორგის ძე არის FSB-შნიკი, ამიტომ შეარჩია ივანიშვილმა კობახიძე და არა, იმიტომ რომ დიუსელდორფში მისი საკანდიდატო დისერტაცია აქვს საკითხული და აღფრთოვანდა რამდენად კარგად იცის იურისპრუდენცია. განვაგრძობთ მსჯელობა ახვლედიანზე. მე დავწერე, ლევან ხვახო დაწერა არაჩვეულებრივი ტექსტი და ყველაზე სწორი ტექსტი, რაც კი აქამდე ვნახე ყოველ შემთხვევაში, მეც დავწერე ორი სიტყვა. ჩემთვის უმნიშვნელოა ჭიტში 2 ვაზნა იყო თუ 3. როგორ მოახერხა, ორჯერ გასროლა, სად იდგა იმ მომენტში და ახვლედიანი რას ეუბნებოდა სხვა მომენტში. გამოძიება, რომელიც ბოლომდე ობიექტური არ იქნება, რასაკვირველია, იმიტომ რომ ყველა ფრჩხილს არ გახსნის, მათ შორის არ გახსნის და არ გვესაუბრება თემაზე, რასთან დაკავშირებით, რა ბიზნეს წილებთან, მაღალი ალბათობით დაკავშირებით შედგა, მოხდა უთანხმოება ორ პირს, ორ მოქალაქეს შორის, ამას არ გაგვიხსნის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე სხვა პირზე უნდა გავიდეს, სხვა პირის შემდეგ სხვა პირზე უნდა გავიდეს, უნდა მივიდეს ღარიბაშვილამდე, ღარიბაშვილი და ღმერთმა უწყის რომელ მოქალაქემდე და ასე შემდეგ და სულ ყველა ერთად უნდა აიყვანონ ან ცალ-ცალკე. მოკლედ გამოძიება პროკურატურისა ან შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ხო, არ იქნება ბოლომდე ფრჩხილგამხსნელი. ამიტომ ჩემთვის საინტერესო არც ის არის, კვლავ ვიმეორებ, ჭიტში 2 ვაზნა იყო თუ 3. ჩემთვის საინტერესოა რომ ეგრეთ წოდებული ზუმაუთი, ანუ განშორება და ზემოდან დახედვა ამ პროცესებზე თუ პროცესებისადმი პროცესებზე თვალყურის დევნება ზემოდან. და მე ვხედავ, რომ ამ ქართულ ოცნებას კატასტროფა აქვს. მაფიოზური გარჩევები ახლა იწყება. ვენდეტები ახლა იწყება. ეს კვლავ ვიმეორებ, დასაწყისი არც ერთი მათგანი, კი ვთქვი, რომ ერთგულნი არიან ბიზინა ივანიშვილისადმი, მეთქი, მაგრამ ისინი იდეას, როგორც ასეთს, თუნდაც მათეული გაგებით სწორ იდეას, რეალურად კი მცდარ იდეას, საქართველოს დაღალატების იდეასაც კი არც ერთი მათგანი ან ბევრი მათგანი არ ემსახურება. ისინი არიან ორიენტირებულნი იმაზე, რომ ბიზინა ივანიშვილსაც ჩაუტარონ კომბინაცია და მოიპარონ ფული რიჟვაძეც. ან ის ახვლედიანიც, რომელიც არც ვიცი ვინ არის, ამით იყო დაკავებული. და ყველა ამით დაკავებული დედაქალაქ თბილისში,
ან რომელიმე ბრჭყალებში მესამე ხარისხოვან თუ მეხუთე ხარისხოვან ქალაქში ყველა თავის მასშტაბში კალაძე დიდ მასშტაბებში რომელიმე პატარა ქალაქუკის მერი თუ ხელმძღვანელი პატარა მასშტაბებში პატარა მასშტაბების მერმა ერთი ხოლო კალაზემ ბევრი მილიონი უნდა დაღაფოს თითქოს არ ყოფნიდეს ანუ კი არეშიძის სულვილუკების დასაკმაყოფილებლად სხვა შორის ანუ კი არეშიძეს დღეს დაბადების დღე აქვს და მე მას დაბადების დღეს გაგიკვირდება და არ ბულოცავ არ ვიცნობ და იმიტომ ბიზნეს ივანიშვილმა შეარჩია აკითხარით ერთგულების მიხედვით მეთქი თუმცა თავად მას დავალება ჰქონდა და აქვს რუსეთიდან გაანადგურეთ როგორმე 1991 წლის 9 აპრილის იდეალები და ღირებულებები გაანადგურეთ დაუპირისპირდით და საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მინიმუმ შეასუსტეთ მანამ მაქსიმუმ კი მიაუქმეთ აღმოფხვრა მოახდინეთ მისი არა მხოლოდ 91 წლის 9 აპრილის 31 მარტის რაც 9 აპრილის იდეალები უნდა შემორღვეო და შემოენგრია ბიზნეს ივანიშვილს ამ მოსკოვური დავალების მიხედვით არამედ 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის იდეალებიც ის რაც მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიული ეგრეთ წოდებული არჩევნები იყო დემოკრატიული კონტრრევოლუცია არჩევნებით გზით კონტრრევოლუცია რომელსაც საქართველოს იმ მდგომარეობაში უნდა ჩაეგდო რა მდგომარეობაში საქართველოს ხოლო რიჟვაძე თუ მაინც და მაინც რიჟვაძემდე დავალდა მას კიდევ ერთხელ უსულოთ გადარჩენა და მე უკვე სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს ის როცა იქნება ობიექტური სასამართლოს იგულისხმება ცხადია ამ მდგომარეობამდე უნდა მieყვანა ქვეყანაც და რიჟვაძეც კი ბიზნეს ივანიშვილს რიჟვაძე და ყველა მისი ერთგული გოშია ასე ვიტყვი ვინც ემსახურებოდა მას მაგრამ გადიოდა რა მისი ოთახიდან იწყებდა კომბინაციის დალაგებას მისთვის და ქვეყნისთვის როგორ დაეღაფათ დამატებითი 1 მილიონი თუ 5 მილიონი თუ 7 მილიონი თუ რა მნიშვნელობა აქვს მაფიოზური გარჩევების შიგნით ანუ ვენდეტები ერთმანეთთან გადაიყოლებს ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება საფუძველი იქნება ქვაკუთხედი იქნება ამათი დამთავრებისა იმიტომ რომ ისტერიკაში მყოფნი ახლა დაიწყებენ ახლა მოიღებენ მაკაროვებს თუ სტეჩკინებს და ერთმანეთს დაერევიან და ეს მაფიოზური გარჩევები იცით თქვენ რომ უკვე ქუჩაშიც არის შესული ქუჩა საცმოედო მეთქი ასე ვიტყვი ანუ არა მარტო ოთახებში ხდება ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ თუ მიმართ არამედ ქუჩაშიც ეს კრიმინალურ მაფიოზური გარჩევები წილებთან დაკავშირებით არის არიცით რატომ მოხდა საბოლოო ჯამში დედაქალაქის ცენტრში მკვლელობა ერთ-ერთი ცნობილი ავტორიტეტისა ქურდული სამყაროსი და არის ციცარქსმენიად რომელი ავტორიტეტები არიან ჩამოსულნი დედაქალაქში და რომლები და ვინ რას აკონტროლებს ან ცდილობს რომ გააკონტროლოს საბოლოო ჯამში არ გაინტერესებთ ზარალა სილკ ჯგუფის დამფუძნებელი და რა სტრუქტურის თუ რა ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი არა ეს ზარალა ისე აიყვანეს უბრალოდ შეხვდნენ აეროპორტში და ჩანთა გაუჩხრიკეს რომელშიც მას რეგისტრირებული თუმცა ტარების უფლება რომ არ ქონდა თურმე ის იარაღი ჰქონდა დაცვა არ ყავდა და ვერ გადაცემდა წუთნახევრით ადრე თუ რა თუ ეს ასე იყო ოღონდ ეს ასე არ იყო აქ რაღაც ბიზნეს დიდი შავი საქმეებია და უფრთხილდით ყველას მივმართავ ბიზნესმენებო რომლებიც ისე ხართ იმ პოზიციაზე ხართ რა პოზიციაზეც იყო პოლიტიკური ფართო გაგებით პოზიციაზე რა პოზიციაზეც იყო თუ არის ზარალა გიორგი რამიშვილი ახლა ისე რიჟვაძეს მიუბრუნდეთ ორი სიტყვით მესამედ გავიმეოროთ მე რიჟვაძის ოდინდელი ოპონენტი კრიტიკოსი რიჟვაძისა სულ სამჯერ მიხსენებია ალბათ სხვებისაგან განსხვავებით თიქო ერაძე ჩვენი ახსენებს 4 სიტყვაში 7 ჯერ ფორმულაში დროებას არაჩვეულებრივი ჟურნალისტი მე სულ სამჯერ მიხსენებია მე ამ რეჟიმის მოწინააღმდეგე გაცილებით მეტად ვუსურვებ გულმხურვალედ ვუსურვებ რიჟვაძეს გადარჩენას ვიდრე ამ რეჟიმის მომხრეები ვინ არის ხა რიჟვაძისტი მე თუ არ ვიცი მათიკაშვილი დავითი მე ვუსურვებ რიჟვაძეს გადარჩენას და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას ობიექტური მართლმსაჯულების
მაგრამ ამბავი არის ბატონებო შემდეგი და ტრაგიკული და დრამატული. ეს ხელისუფლება ნელ-ნელა შეიძლება ამ ხელისუფლებაში ისეთი რაღაცები შეიძლება დაიწყოს, რომ ერთმანეთს დაერივნონ, როგორც სასამართლო თუ მივიდნენ იქ, ანუ გამოძიებამდე უფრო ზუსტი რომ ვიყო და ასევე ქუჩაში. ეხლა მე გეტყვით, დავასახელებ 5 ადამიანს. ვის წინააღმდეგაც ცნობილ ადამიანებს. ამგვარი გარჩევები ან სხვაგვარი გარჩევები მოსალოდნელი. ეს არის კალაძე და მისი მთელი გუნდი. ეს არის ღარიბაშვილი და მისი მთელი გუნდი. რიჟვაძე ასე მაგალითად ღარიბაშვილის გუნდის წევრია. ეს არის ცალკე გომელაური და ცალკე ლილუაშვილი, კობახიძე დაერია მათ და არ არის საფუძველ მოკლებული არაჭორები, არამედ ხმები იმის თაობაზე, რომ არც ერთი და არც მეორე, არც ერთს და არც მეორეს, ან თუ პირველს და თუ მეორეს არ აქვს შესაძლებლობა რომ გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეხლა მთლად შინაპატიმრობა ბორკილდადებულნი ალბათ არ იქნებიან, სახლში ბურჭალობენ ერთიც და მეორეც, მაღალი ალბათობით კობახიძე დაერია და ბიძი და ივანიშვილის ნებართვით დაერია, თუმცა ივანიშვილს უნდა უთხრათ კობახიძისათვის ამ ხელა კარდ ბლანშის მიცემა თავად კობახიძის გაქცევებას განაპირობებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. და თქვენ რომელიღაც ეტაპზე კადრი აღარ გეყოლებათ, რომელიც იმჯერზე კობახიძეს ჩაანაცვლებს. და ესენი მერე უკვე ერთმანეთთან თქვენს გარეშე როგორც დაწყებულია დაიწყებენ ერთმანეთთან გარჩევას, შენი ყავი მტყუანი, შენი ყავი მართალი, მე ვიყავი მართალი, შენი ყავი მტყუანი, ღარიბაშვილი კობახიძეს და კობახიძე ღარიბაშვილს. ეთქვის უთუოდ, როგორც კი ეს ჩაჩრდილი თქვენი მოცილდება ან ყურადღებას მოადუნებს აბასთუმნის უღრანებიდან. უკვე დაწყებულია, მე ყურადღება მოადუნეთ, მეთქი ამას არ ვამბობ, მაგრამ რა დონეზეც გაქვთ ყურადღება, ამის მიუხედავად თქვენს კი გაგეპარათ ის რაც მოხდა რიჟვაძესთან დაკავშირებით. ესე იგი დავასახელე კალაძე, გომელაური, ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი და დაგპირდით რომ 5-ს დავასახელებთ. ისინი ვინ არის მეხუთე? მეხუთე ვისაც ამგვარი გამორჩევები ელის, არ არის დღეს ან გუშინ არ იყო თანამდებობის პირი. ამ მეხუთეს ქვია ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ძალიან სერიოზულ ყოფილი გენერალური პროკურორია და მხოლოდ მაგითო ასახელებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის FSB-ს პირდაპირი ხაზია საქართველოში. ოთარ ფარცხალაძე არის ერთ-ერთი ამ კრიმინალური გარჩევების მორიგი ან ერთ-ერთი შემდეგი მსხვერპლი. კოლცენტრები და არა მხოლოდ კოლცენტრები არის მხოლოდ ზედაპირზე არსებული პრობლემები თუ საკითხები, რომლებიც ამ მაფიოზური ჯგუფების ერთმანეთთან გარჩევის საგან საფუძველ თემა იქნება. ლონდონში გაქცეულ უჩას მიხედეთ კიდე. არა თუ გრევათ ნუ მიხედავთ საბოლოო ჯამში ფეხებზე მკიდია, მაგრამ მაინც უჩას რაგვარია მამაცაშვილს. აქ ქუჩაშიც მათ შორის დედის მოკითხვები წავა პირდაპირ ლაპარაკობ. როგორც საქართველო, ნამდვილი საქართველო. ამ ყველაფერს დასცლებს. და ნამდვილი საქართველო ამ ყველაფერს მოერევა და ამ ყველაფერს ერთიანად მოუგრეხს კისერს კანონიერი გზით. ადრე თუ გვიან და სასამართლოს სხვა შორის არა შუშის მიღმა, არამედ შუშა გახსნილობაში სასამართლოს წინაშე წარსდგება თავარი მაფიოზიც, რომელიც გვარსახელიც თქვენ ჩემზე უკეთ იცით.